მე ხანგრძლივი საადვოკატო პრაქტიკა მაქვს და მithქვამს ხშირად რომ მიკვირს რა ხდება ამ საქმეში რაღაცა, მაგრამ კიდე თუ რამ გამაკვირვებდა და საერთოდ ესეთი რამ იარსებებდა, წარმოუდგენელი რამ იყო. დამიჯერებ, თქვენ საუბრობდით 40 ტომიო. აი, იტყვის რომ ხა მამუკაზა ბადრის ადვოკატი ვარ, ან ადვოკატია დაინტერესებულია, ვინმე მაყურებელი იტყვის. ხალხო, 40 ტომიდან 40 სიტყვა მოგვიტანეთ. სადაც რაიმე დანაშაულზეა საუბარი. არ დამიჯერებთ, ინგახა მეკითხებით და უნდა გიპასუხოთ, რაშია საქმე, რას ედავებიან. ხო, აი რა წერია? მტკიცებულებები არ არსებობს. არავის წინა. არ არსებობს, მტკიც მამუკასთან და ბადრისთან დაკავშირებით მე ამ შემთხვევაში გასაგებია პოლიტიკოსი ვარ, მაგრამ როგორც ადვოკატი მოვედი როგორც მამუკასი და ბადრის და გეუბნებით, არანაირი მტკიცებულება ხახნოს საქმეში არ არსებობს. ეს არის სულთა პოლიტიკური დევნა. სურვილი იმისა, რომ ეს ადამიანები იყვნენ მორიგ ჯერზე განსაჯელის სკამზე. სხვა ადვოკატებიც იგივეს ამბობენ, სხვა ოპოზიციონერი ლიდერების ადვოკატები. აი, ვინაიდან თქვენ კონკრეტულად ორ პოლიტიკოს თან ხართ დაკავშირებული, როგორც ადვოკატი, პარტიულობა რომ გვერდით რომ გადავდოთ, ამიტომ აი გეკითხებით ახლა, გავიგე რომ აბსურდულია, ყველა ვხვდებით, ყველა ვხედავთ რომ საქმე არის მართლაც აბსურდული, მაგრამ აი რა წერია 7 საათის განმავლობაში რისი დამტკიცება უნდოდა რა მოისმინეთ თქვენ მაგალითად ბადრი ჯაფარიძეზე, მამუკა ხაზარაძეზე, ხა ნიკა გვარამიას განცხადება გამოსვლიდან ორიოდე ფრაზა გავიხსენეთ, წეგან ორჯერ არ არისო, თუ არ ვწდები ეს თქვა ჩემი სახელი და გვარი საერთოდ ამ საქმეში, მაგრამ ნახეთ როგორი სურათი შეიქმნა ყველა ერთად შეკრიბეს და ყველა ერთად უნდათ რომ გამოაცხადონ ქვეყნის მტრებად. ხო, პოლიტიკური მართლმსაჯულება, ინგა, პოლიტიკური მართლმსაჯულება მეტი არაფერი არ არის, ზუსტად ეგ არის პოლიტიკური მართლმსაჯულება. თქვენ მეკითხებოდით სამართლებრივად რა წერია, სამართლებრივად არაფერი არ წერია. არის ქაღალდების გროვა, რომელიც დანომრილია ტომებად. არის საქმის მასალების საერთოდ სხვა სისხლის სამართლის საქმიდან, განაჩენ დააყენებული სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც შემოტანილია ამ სისხლის სამართლის საქმეებში. ახლა რას ეკითხებოდითო, რა საუბრობდითო? პროკურორს საუბრობდა ვეკითხები, რომ გვაჩვენეთ, გაგვარკვიეთ ხალხო, წერაც ვიცით, კითხვაც ვიცით, მაგრამ თქვენ მაინც გითხარით, თქვენი ნაწარმოების საქმეა. სად არის ერთი მტკიცებულება, რომელიც კონკრეტულად მამუკასთან მე სიტყვაზე ვლაპარაკობ, ბადრის ეხება, სხვებზე ლაპარაკობდე. ხო, აი მტკიცებულება გვაჩვენეთ, რომ და რა დაგიდეს? არაფერი გვეუბნებია, რომ მოცულობითი სისხლის სამართლის საქმეა და მტკიცებულებები არის. როდესაც გადავდივართ ხალხო, ვიღაცას რაღაც ერთი წელი როდესაც გადავდივართ, იქ არის პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც საუბრობენ, გასაგებია. თქვენც იყავით, მეც ვიყავი და ნახევარი საქართველოსზე მედი იყო აქციებზე. არაფერი მამუკა და ბადრი იყო აქციებზე. და რა არაფერი. ერთს უწერია რომ რაღაცა თავის მოძრაობით თუ რაღაცას მინიშნება საკეთებდა. ხო წარმოგიდგენიათ არა? ნუ სერიოზულად როგორ შეიძლება ამაზე ვისაუბროთ ხალხო? არანაირი არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც არ არსებობს. როგორ შეიძლება ირიბი მტკიცებულება იყოს ვინმე მოწმის ჩვენება, რომელიც ამბობს რომ აქციაზე იყო. მეტი არაფერს მითხარით, აი მომიყვანეთ, მომიტანეთ საქმის მტკიცებულებები. საქმეში არაფერი არ არსებობს. ახლა ისმის კითხვა ინგა, ხო? მაშ რა ხდება საქმეში? რა ხდება და პირდაპირ გეტყვით, ეს არის თუმცა სამართლებრივად არ არსებობს მტკიცებულებები, ეს არის პოლიტიკური დევნა. მორიგი. რაც ეს ადამიანები აქტიურად პოლიტიკაში შემოვიდნენ, დღე არ ყოფილა, მე არ მახსოვს, რომ პოლიტიკური დევნის ქვეშ არ ყოფილიყვნენ. წელი არ ყოფილა, რომ პოლიტიკური ბრალდებით პოლიტიკური დევნის ქვეშ არ ყოფილიყვნენ. აი ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნის საქმე. მე გაერთიანებული თქვენ სწორად გაუსვით ხაზი, პროფესიონალი ჟურნალისტი ხარ და შეამჩნიეთ სწორად გაუსვით ხაზი, რომ ყველა ერთად არის შაყრილი და ერთ გაერთიანებულია საქმე. რომელსაც მაკავშირებელი არაა, გინგა არანაირი. ჯაფარიძეს უსმენდი, ამ დღევანდელი დღის ერთადერთი მიზანი ის იყო, რომ ყველა ერთ სივრცეში ერთმანეთის გვერდ დავესვი და აი ეს სურათი. პოლიტიკური მოტივი. ხო, პოლიტიკური მოტივი, ჩვეულებრივად პოლიტიკური მოტივი და ნუ ასე შეგვიძლიათ მე დაახსენი ასე და ვთქვი ესეთი რამ, რომ ნახევარ საქართველოში წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები რომ გააერთიანონ ერთ ნომრის ქვეშ ერთ წარმოებად, რომ იყოს ათასობით ბრალდებული
და ერთ მოსამართლეს მისცენ გასახულება და ყველა რო ეძებს თავის საქმის ამ შემთხვევაში მასალებს რა ხდება ერთი საბოტაჟი დადანაშაულებული პოლიტიკოსები და მათი ადვოკატები ეხა შეთხარ და ამ 40 თუ 40 ვერაფერი ვერ ვიპოვეთ საქმეში ფურცელ ეძებთ საწერია ეს სახელი და გვარი კი ბატონო რამოდენიმე მოწმე პოლიციელი რომელიც ამბობს იყო და სხვაებიც ამბობს ხო ჩვენ ნებისმიერ დაკითხეთ ვინ რა თქმა უნდა პირდაპირ ეთერში იყო ხო და ყველა იქ რა რო იყო ყოფნა დანაშაულია ვინმე რომ ეთქვას რამე სახის ქმედება იყოს ან ქმედებაში ეჭვიტანილი იყოს ან ეჭვი იყოს ქმედებაზე არ არსებობს და ვერც იარსებობს ბუნებაში რამე რო ყოფილიყო ხო წარმოგიდგენიათ როგორი ტირაჟირება იქნებოდა ეთერებში ვერ იარსებებს ინგა ბუნებაში იმიტომ რომ ჩვენი პარტიის ლიდერების მამუკა ხაზარაძის ბადრი ჯაფაძის ლელოსი მხოლოდ და მხოლოდ ერთი არის რომ შვიდობა და მშვიდობიანი პროტესტი ყველა კანონი და კონსტიტუციის ფარგლებში სხვას ვერც იპოვიან უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს და ვერც იარსებებს მსგავსი რამ ბუნებაში აქედან გამომდინარე მორიგ წრეზე არის მამუკა და ბადრი წასული მოლიგური პოლიტიკური ამ შემთხვევაში დევნის შემიძლია გითხრათ ინგა მორიგური პოლიტიკური დევნის და მაშინ როდესაც და როგორც პოლიტიკოსიც გეტყვით და ვისაუბრებ, მაშინ როდესაც ქვეყანაში ინგა შიმშილია გამეფებული. მაშინ როდესაც ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან, მაშინ როდესაც ქვეყანაში სოფლები იკეტება, არათუ უკვე სოფლებში ოჯახები იკეტება, სოფლები დაიკეტა ინგა. აი ამათი პოლიტიკის გამო. მაშინ როდესაც საერთოდ პარლამენტის წევრს რიგი დეპუტატს რიგითი რაც გინდა დავარქვა დეპუტატს 12000 ლარი აქვს მინიმუმ ხელფასი და 16000 პარლამენტის თავმჯდომარეს და საკუთარ თავებს ერთი ხელის მიჭერით უზდიან ხელფასებს დევნილი შემწეობა არის წარმოიდგინეთ პარლამენტის წევრის ხელფასი 12000 ლარი და დევნილი შემწეობა 50 ლარი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის თავშეწირული ვეტერანს აქვს 100 ლარი პენსია დანამატი 100 ლარი ხალხო და ესენი 12 14 16000 ლარი აქვს რა ქვია ხელფასები აი ეს უბედურება ხდება ინგა ქვეყანაში რის ფასებს ებზვიან ესენი სად იყვნენ ამდენი ხანი და სამაგიერო მაგ პრობლემების გადასაფარადაც და რა არის და იქ მივდივარ დანაშაული ამ პრობლემების უყურეთ რატომ მივედი სინგა ანქამდე ჩვენ სისხლის სამართლის საქმეებზე ვლაპარაკობ და რო შეხედო ამ ადამიანებს გეგონებათ რომ ერთი წელიწადი არიან ხელისუფლებაში თითქოს არა და თვითონვე აღიარებენ მე არავის უდანაშაულის პრეზუმპციას არ ვარღვევ რომ ყველა მთავრობის ხელმძღვანელი თუ თითქმის თუ მინისტრი თითქმის თუ ყველა აბსოლუტურად კორუფციაში ყოფილა ამ შემთხვევაში გახვეული თვითონ აღიარებენ ამას მაშინ ისმის კითხვა სად არის ინგა პოლიტიკური პასუხისგებლობის საკითხი მარტივია სად არის პოლიტიკური პასუხისგებლობის საკითხი რომლებიც ღარიბაშვილზე თუ სხვა მინისტრებზე ნუ არ ვიცი თვალებს ამოუღებდნენ ადამიანებს როდესაც თუნდაც ნოდარ მელაძე სხვები ოპოზიციაც ლელოძლიერი საქართველოს სხვა პარტიები საუბრობდნენ კორუფციაზე და რომლებიც წმინდანად გამოყავდათ ლამის დღეს ესენი კორუმპირდა რატო ეს ყველაფერი ეს შიმშილი ეს სიდუხჭირე ინგა მოიტანა კორუფციამ ნომერ პირველი მტერი ქვეყნის არის კორუფცია და რუსული ჭაობი. კი ბატონო, მოდით კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა ამ პრობლემების გადასაფარად ხდება მსგავსი საჩვენებელი სასამართლო შოუები, მაგრამ ამის მიღმა არის მეორე განზრახვაც, უნდა აიკრძალოს უმალე ეს პოლიტიკური პარტიები, რომელთა ლიდერების წინააღმდეგ დღეს აგერ 7 საათიანი სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა და ჩვენ ვიცით რომ აუცილებლად გამოიტანენ იმ ვერდიქტს, რა გადაწყვეტილებაც დიდი ხანია მათ აქვთ მიღებული, ყველანი უნდათ რომ იყვნენ ციხეში, ვინც არ არის მათგან მართული ოპოზიციური პარტია თუ ამ პარტიის ლიდერი. ეხლა თქვენი მოლოდინების შესახებ მესმის რომ საქმე არის სამართლებრივად აბსურდული, არის გაუმართავი, თქვენ საუბრობდით მტკიცებულებების არარსებობაზე, მაგრამ მოლოდინი როგორი გაქვთ ლევან? აი ჩაინიშნა 23 თებერვალს პირველ საათზე. მამუკა ხაზარაძე არ ესწრებოდა დღევანდელ სასამართლო პროცესს, თუ არ ვცდები, იქ ითქვა, მოსამართლემ თქვა, რომ ყველა უნდა დაესწროს, შემდეგ განხილვას. ჩვეულებრივი არანაირი ამ სხდომა
თემაზე. პროცესუალურად ჩვეულებრივად გამართული იყო ყველანაირად ჩვენი მხრიდან პოზიცია ამ შემთხვევაში შემიძლია გითხრა და არანაირი პრობლემური არ ყოფილა და საერთოდ დაცვის მხარის მხრიდან ნებისმიერი ადვოკატი ვინც ესწრებოდა სხვა ამ შემთხვევაში პოლიტიკურად მოტივირებული საქმეზე მყოფი ადვოკატები, ხოლო რაც თქვენ რასაც მეუბნებით, ინგა პროგნოზები ძნელია საერთოდ. მაგრამ როგორ ჩანიშნავს რა ხანგრძლივობით ჩაინიშნება პროცესები? მე ამაზე წინასწარ პროგნოზებს ვერ გავაკეთებ. მე გეთანხმები და გიდასტურებთ, რომ საქმე არის კატასტროფული მოცულობის, აბსურდულობიდან გამომდინარე, მიუხედავად აბსურდულობიდან გამომდინარე, რა ვიცი, თუ ყველა სახელაგვარი თუ მე გაგიგონიათ, ზოგი სახლის შხრეკა, ზოგის და შემდგომ დაკითხვის ოქმები და ასე შემდგომ და აი, სადმე საქმე თუ დაწყებულა პოლიტიკური მოტივირებული, მე მგონი ყველამ, თუ სულ ყველამ არა, აბსოლუტურად გარკვეული ნაწილის უბნარესობა ამ საქმეში მოიყარა თავი. ან ყველაფერი აქვს ჩაყრილი. რა ვიცი, რაც კი გვინახავს, სხვადასხვა საქმეები, იმის განაჩენებია, რა შუაშია ხალხო მკითხულობ და ბოლოს კიდე დავსვით საკითხი და კითხვა კიდე დავსვით, რომ კონკრეტული სახელები, გვარები, რომ 10-15 ჩამოვასახეთ, ეს საქმეები რა შუაშია ამასთან. ან ეს მაგალითად რომი? ნუ არ ვიცი, როგორც მახსოვს, არის დაუშვათ ნანუკა ჟორჟოლიანის სახლის შხრეკა თუ არ ვსები თუ რაღაცა საგამოძიებო მოქმედება რო ჩატარდა. ასე უნდა იყოს ეკა გიგაურის თუ არ ვსები, რა შუაშია? კონკრეტულად აი რა შუაშია? ან ბიჭების როგორც მახსოვს სისხლის სამართლის საქმეებზე, სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე დაყენებული განაჩენები. უკვე იქ ნამსჯელი და ამდგარი განაჩენები. ან რა შუაშია? უნდათ რომ ეს გააერთიანონ როგორც ერთი რაღაც გეგმა, რომელიც ვითომ იხარჩებოდა სხვა შორის. ინგა უნდათ პიარულად ერთია, მაგრამ მე ვლაპარაკობ როგორც იურისტი კიდე ამ შემთხვევაში და ვალდებული ვარ როგორც იურისტმა ვლაპარაკობ და სირცხვილია ეს ყველაფერი. ერთია რა უნდა ვიღაცას პიარულად და მეორეა სამართლებრივად რა შედეგს ღებულობთ, ხო? სირცხვილი უბრალოდ სამარცხვინოა ეს ყველაფერი სამართლებრივად, რასაც ღებულობთ გავაწლები და სამართალ წარმოების ისტორიაში ბევრი ლაქა არსებობს და ეს ერთ-ერთი უდიდესი ლაქა იქნება კიდე, იმიტომ რომ ესეთი საქმეები სამართალ წარმოების ქვეყანას ხებს უბრალოდ უკან, ინგა. და პლუს სამართალ წარმოება, როდესაც პოლიტიკური საქმე ხა მთელი ოპოზიცია შეაბრუნო ისე უკან ციხეში გირაო გადახდილი, არ გადახდილი, არაფერს ამას მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ერთად უკან შეაბრუნო ციხეში, მერე წახვიდე საკონსტიტუციოს დაავალო, რომ ეხა დროულად მიიღეთ გადაწყვეტილება, აკრძალეთ პარტია, რასაკვირველია ისტორია ამას შეფასებას მისცემს. რაღაც წლების შემდეგ ამას დაერქმევა ამ პროცესებს თავის სახელი, მაგრამ ეხა რეალობა რაც დგას, ნაწილი არის გამოსული, ნაწილი არის ციხეში. აი მაგალითად გვარამია გამოდის ორ დღეში, არც მან არ იცის რამდენადაც დღევანდელი სასამართლოთი გაირკვა, ისე უკან შებრუნდება თუ არა, არც თქვენი დაცვის ქვეშ მყოფებმა მამუკა ხაზარაძემ, ან გიორგი ვაშაძემ, ან ზურა ჯაფარიძემ, ან სხვა ნებისმიერ მიხეილ სააკაშვილსაც ასევე წარდგენილი აქვს გიორგი ვაშაძეს. მოკლედ, ანუ ეს პროცესი სადამდე შეიძლება გაგრძელდეს, როცა მე ვსვავ კითხვას, ანუ თქვენ პასუხობთ, რომ დაუსრულებლად, თუ შეიძლება რაღაც ძალიან მალე დაესვას წერტილი და ყველანი ციხეში ისე. არც ერთია გამორიცხული და არც მეორე. პირდაპირ გეუბნებით. არც ერთია გამორიცხული და არც მეორე როგორი ნება იქნება მე არ ვიცი, მაგრამ მე გეუბნებით რომ მოცულობიდან გამომდინარე არაერთი პროცესი დაჭირდება, მაგრამ ეს პროცესი შესაძლებელი იყოს მიჯრით ჩატარებული. მე ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ, რა და როგორ გადაწყვეტ სასამართლო და როგორ იქნება ამ შემთხვევაში. ამასთან დაკავშირებით წინასწარ საუბარი მე შემიძლია გითხრათ, მოცემულობა რაც არის, საქმის აბსურდულობა თავიდან ბოლომდე და როგორც ასეც არის, ხო, მე მაქვს ადრეს ნათქვამი ლონდონიდან ბომბეამდე გვირების გათხრა, ზუსტად ეგეთ სიტუაცია, ნუ ამას ედავებიან ამ ადამიანებს. ახლა მეტი არაფერს არ ედავებიან ამ ამ ქვეყანაში რა აზრი აქვს მტკიცებულებები არსებობს თუ არა? ყველა პატიმარი, სინდისის პატიმარი არის ციხეში გაშვებული. მტკიცებულებების გარეშე და იგივე პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ეხლა ზოგი ციხეში ზის, ზოგი გამოვიდა გარეთ, მაგრამ ისე უკან შესვლა ემუქრება, უბრალოდ დაიჭირეს რა მტკიცებულებაზე, რა დანაშაულზე უნდა ვისაუბროთ, წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო, ამიტომ მე მაქვს მოლოდინი, რომ შესაძლებელია მართლა მორიგწრეზე ეს ხალხი. არავინ არაფერს არ გამორიცხავს და კარგი რამ თქვით თქვენ ეგ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, აი მარტივად მინდა რომ დაგიხატოთ რა ხდებოდა. საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით
ის რომ უკანონო იყო კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში ხო ამასთან არ შევალთ ეს ევროპის სასამართლოში წავა ეს საქმე და დარწმუნებული ვარ რომ თავის სათქმელს იტყვის უკანონობა რაც იყო ამასთან დაკავშირებით უბრალოდ ერთს გეტყვი როდესაც ბრალი წაუყენეს თუნდაც მამუკას და ბადრის და სხვა პირებს აი მამუკას და ბადრის საქმის წარმოება მიდიოდა ცალ-ცალკე ერთად კი არ მიდიოდა ცალკე პროცესები იმართებოდა ხალხმა ანუ ერთი ამ შემთხვევაში საქმესთან დაკავშირებით იყო საგამოძიებო კომიტეტი და სხვებისაც ანუ ინდივიდუალურად ყველა პირის მიმართ მიდიოდა ცალ-ცალკე საქმის წარმოება დღეს რას ვხედავთ საერთოდ დაკავშირებულიც კი არ არის აი დაკავშირი რო არ აქვს ერთმანეთთან საქმიდან გამომდინარე ესენი მოიტანეს ერთ ქვაბში ჩაყარეს ყველა პირდაპირ გეუბნებით აი მეტი არაფერი არ შეიძლება ითქვას მოიტანეს კიდე რაღაც გაურკვეველი სისხლის სამართლის საქმეები რომლის საქმეზე ბრალდებულები არავინ არ არის და ბრალი არავის არ აქვს წარდგენილი კითხულობდით ხო ახლა უბრალოდ რა შუაში აი გინახავთ ერთმანეთს ვეკითხებოდით ამისთან ეგეთი რამე არა არავის არ უნახავს მოიტანეს ხო ციფრით 40 ტომი 45 შეიძლება ვთქვათ მაგრამ 40 სიტყვა მითხრან პირდაპირ მტკიცებულება სად არის ან მამუკასთან და ბადრისთან დაკავშირებით. მე ადვოკატი ვარ, მეგობრებო, გასაგებია ვინმე შეიძლება ამბობდეს ჩემი მეგობრები არიან მამუკა და ბადრი და საუბრობდეს, მაგრამ თავს არ ვაკადრებ არაზროს, რომ რასაც ვამბობ, იმის პასუხისგებელი არ ვიყო. არაზროს, მაგრამ ვინმე შეიძლება იფიქროს ესე, ხო? გვითხრან პირდაპირ ერთი სიტყვით მტკიცებულება თუ არსებობს. ანუ გაიხედა ბადრი ჯაფარიძემ და ვიღაცას რაღაც ანიშნა ეს დევს საქმეში. არაფერი მანიშნებს პოლიციელები არიან და არა, როგორც ჩვენება ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს ინგა. რომ დაიჭირონ. ასე მე როდესაც ვიყავი აქციებზე, მაგ საპროტესტო აქციებზე, შესაძლებელია ვანიშნე ვიღაც ჩემს ამხანაკს, რომელიც არანაირი ნიშნება არ ყოფილა. წამოდი აქეთ წამოდი იქიდან სპეცრაზმი მოდის ანუ მე რო ვიღაცას რაღაცა უბრალოდ თვალით ვანიშნო სიტყვით უთხრა აქეთ წამოდი აი დაახლოებით ეგეთი ამბავი არანაირი მტკიცებულება მოდი ასე ვთქვათ რა როდესაც ელემენტარული სტანდარტი რო დაიცვან აი არ ვლაპარაკობ უმაღლეს დაბალი სტანდარტი რო დაიცვან მიახლოებითი სახის მაინც რაღაცა პირდაპირთან მიახლოებითი მტკიცებულება უნდა არსებობდეს ხო რაღაცა ელემენტარული ხო უნდა არსებობდეს მოწმეების ჩვენება ხო უნდა არსებობდეს რომლებიც რაღაცა მოისმინეს რაღაცას უყურებდნენ მე ნახეს არაფერი ხალხმა არ არსებობს საქმეში არსებობს ერთი სურვილი რომ ეს ადამიანები იყვნენ პოლიტიკური დევნილები და ესაა ცალსახაშურის ძიება სანქციების გამო არ ვიცი ვის გამო ინგა თავარი რა არის ლელო ძლიერი საქართველოს მიმართ ხო მიდის რაც ეს პარტია შეიქმნა ყოველთვის მასირებული შტორმია ხო ბოლოს ხედავთ სხვა პარტიების ბუნებრივია და ერთად ჩვენს აგერ ასაკრძალთა სიაში ვართ შეყვანილები ხო აი აკრძალვის სიაში ვართ შეყვანილები და უბრალოდ წარმოუდგენელი რა ხდება რა მიდის ბრძოლა ჩვენ წინააღმდეგ ჩვენ კიდევ ვამბობთ ჩვენ ყველა კანონიერი სამართლიანი სამართლებრივი მეთოდით ვიბრძოლებთ ბოლომდე